პრორუსები ანონსებენ აქციას, სადაც მოხსენიებული არიან არაბები, ინდოელები, პაკისტანელები, თითქოს მხოლოდ ისინი იყვნენ საქართველოს პრობლემა. ნახსენებიც არ არიან რუსები, რომლებითაც მართლა გადატენილია საქართველო და განსაკუთრებით ბათუმი. ეს მიდგომა ზოგადად, რომ მხოლოდ ინდოელები, პაკისტანელები და არაბები არიან ჩვენი პრობლემა და იქ საუბარი არ იყოს რუსებზე, მახსენებს ერთ ძალიან ისე დახვეწილ ტექნოლოგიას, როდესაც მაგალითად ბავშვს თავაზობ არა პირდაპირ რომელიმე საჭმელს, არამედ აძლევ არჩევანის თავისუფლებას, აი თითქოს თავისუფლებას აძლევ, მაგრამ რეალურად თავაზობ ორ ალტერნატივას. ფაფა გინდა თუ სუპი, ნაცვლად იმისა, რომ მკითხო, სუპ შეჭამ? ანუ ბავშვი ყველა ვარიანტში გეტყვის, რომ სუპი არ უნდა. სუპი არ უნდა, არც ფაფა უნდა, მაგრამ ნახეთ ეუბნები, რომ სუპ შეჭამ თუ ფაფას. უკვე მისი აზროვნება მიმართული არის არა იქეთკენ, რომ არც ერთი უნდა, არამედ იქეთკენ, რომ აი სუპს ფაფა ურჩევნია ამ პირიქით. დაახლოებით ასე არის. თქვენ მამაცხონებულებო, თუ ეროვნულობაზე ლაპარაკობთ და თუ ზოგადად ქართული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებთ ამ აქციას, ამ არაბებში, ინდოელებში, პაკისტანელებში შეიყვანეთ რუსები, რომლებიც არანაკლები ისტორიული მტრები არიან ჩვენი და სხვათა შორის ძალიან ახლო წარსულის. არაბებს არ მახსენდება, რომ თოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვინმე ეწამებინოთ საქართველოში, მაგრამ ძალიან ახლო წარსულში გვახსოვს ჩვენი ქართველი ბიჭების წამება ანწუხელიძის, ახსოვს ძალიან კარგად ჩვენი შინდისის გმირები, ამიტომ მოდით რა ეს აქცია რუსეთით დაიწყეთ, რუსებით დაიწყეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგიერთდებით სრულიად საქართველო.